ქუთაისი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს Caravan Art Forum 2025-ს მასპინძლობს. ღონისძიება გუშინ დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში გაიხსნა. Caravan Art Forum-ის ფარგლებში გაიმართება გამოფენები, კონფერენციები, სემინარები და მასტერკლასები. მოეწყობა კულტურული და პროფესიონალური შეხვედრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მხატვრების, ფოტოხელოვანების, ხელოვნებაცოდნეების და კურატორების მონაწილეობით. Caravan Sarai-ის პროგრამები საქართველოში 2002 წლიდან ტარდება სხვადასხვა ფორმატის არტ აქტივობების სახით. Caravan Art Forum-ის ორგანიზატორია თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ასოციაცია და 2022 წლიდან ყოველწლიური ფესტივალი სახით არსებობს. 2025 წლის ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქალაქ ქუთაისის მერია და საქართველოს კულტურის სამინისტრო. პარტნიორები კი მომუს სალონიკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და აპოლონია ევროპული მხატვრული პროგრამები სტრასბურგიდან. ეს დავამატება ვიყო, რომ იმდენად მნიშვნელოვანი იყო ქალაქმა. იმდენად მიიღო, იმდენად ჩაიხუტა, რომ ყოველთვის არის იმის ინტერესი, როდის ტარდება, როდის გაიმართება, ეს კითხვები ყოველთვის იყო და მიხარია მაღალშავა, რომ ეს აკახატა ჩვენს თანამოქალაქეებს ეწევა იმის საშუალება, რომ გაიცნონ როგორც ქართული ხელოვნების, ისე უცხოური ხელოვნების ნამუშევრები. ქართული ხელოვნების ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ გაეცნო ამ მრავალფეროვან თანამედროვე ხელოვნების მართლაც საუკეთესო ნიმუშებს. ყოველი ჩვენი ყოველწლიური ჩვენი თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის ჩატარება ისახავს მიზნად, რომ ჩამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი საინტერესო ვიზუალური ხელოვნების მხატვარი და დავახვედროთ 1-2 ქართველი მათი კოლეგა, რომლებთანაც ერთად ხდება მერე რაღაცა სხვა ახალი პროექტის გამომუშავება და შემდგომი, ასე ვთქვათ, ნაბიჯის დაგეგმვა. ეს არის თავი და თავი Caravan Art Forum-ის, იმიტომ რომ სტაგნაცია რომ არ ყოფილიყო, რომ არ იყოს ეს ისიც აი თვითკმა ყოფილი ფესტივალი, რომელიც აი მოაქვს და აი შევხედეთ ეს საინტერესო პროექტია და არა, ეგ არ არის ჩვენი ჩანაფიქრი, ეს არის ის შეფასება, რომელსაც ველით ჩვენ პუბლიკისგან, ველით პროფესიონალებისგან და გვინდა რომ ამ თანამშრომლობას კონდეს რაღაცა მომავალი. ძალიან დიდი სიამოვნება იყო ამ წლების განმავლობაში ჩემი და უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ურთიერთობა, ჩემი კოლეგებთან ურთიერთობა. მით უმეტეს ყოველთვის იყო ენობრივი ბარიერი, მაგრამ ეს დალოცვილი კამერა იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენთვის მეტყველება უკვე გვერდზე გაწეულია, თორიად დავინახოთ, გავაკეთოთ. ძალიან დიდი გამოცდილება არის, როგორ იმათი თვალით დანახulis შეფასება თან მით უმეტეს ადამიანი, რომელიც ყოველდღე დადის ერთ და იგივე გზაზე, არ შეიძლება არ მიაქციოს ყურადღება უნიშნელო რაღაცა ხამუწყებლად დაინახოს. ისე ვართ ჩვენს უცხო მხარეში, რომ მივიდოთ ჩვენს ანალოგიურად ისეთ რაღაცებს ვამჩნევთ, რომლებსაც ისინი ყურადღებას არ აქცევენ. ამითი არის საინტერესო ჩვენი ურთიერთობა და კიდევ არის კიდე თანამედროვე ელექტრონულმა ხელსაწყოა თუ გინდა კომპიუტერმა მოგცა იმის საშუალება, რომ უკვე გამოსახვითი ხელოვნებაში ჩავერიოთ სხვანაირად, სხვა მიმართულება მივცეთ. აგერ ნიმუშებიც არის ძალიან მშვენიერი გამოცდილების მიღება არის, ძალიან ახალგაზრდებისთვის მით უმეტეს ძალიან კარგი რამე არის. ჩემ ბავშვობაში ყოფილიყო ეს მართლა ვერ გამაგდებიებდნენ აპარატს, რა შემთხვევა. ძალიან დიდი სიამოვნებით და მე მგონი უფრო მეცაც მივახცევდი ვიდრე დღეს. არაჩვეულებრივი გამოფენა არის და ქუთაისი განსაკუთრებულად გამოირჩევა ხელოვნებისადმი სიყვარულით. თანაქალაქელებით განსაკუთრებულები არიან ამ ყოველის მიმართ. ეს უდიდესი პატივი არის, რადგანაც ქუთაისს ისეთი ტრადიცია აქვს, ჩვენს ვცდილობთ ღირსეულად გავაგრძელოთ. უსაზღვრო ბედნიერი ვარ. ძალიან ბევრი უცხო სახეები ვნახე, რა თქმა უნდა, ნაცნობებიც. ეს აყალიბებს გემოვნებას თითოეულ ადამიანში და მე აქ დავინახე ძალიან ბევრი ახალგაზრდა ბავშვებიც და ეს ყოველივე ძალიან მნიშვნელოვანი არის სამომავლოდ მათი აზროვნების და სამხედველობის ჩამოყალიბებაში.